ყოფილ ხართ ვარშავაში, მე არა გულახდილად გეტყვით, აი რომ მოვითვალე სოფლიოს თუ არ ვცდები 32 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, აი პოლონეთში ნამყოფი ვარ, მაგრამ ვარშავაში არა, ვარშავის გავლით ვარ ნამყოფი. არც მახსოვს გულახდილად გეტყვით, რა ქვია იმ პატარა ბაკურიანის მსგავს სოფელს, სადაც საერთაშორისო ფორუმი, კონფერენცია იმართებოდა, ჩემს მეგობარ თენგო ბხალაძეს ეხსომება, ის ხშირად ესწრება ხოლმე ამგვარ კონფერენციებს და აი იქ ყოფილი ვარ ვარშავის გავლით, თუმცა ვარშავაში არ გავჩერებულ ვარ. ვარშავა ძალიან კარგი ქალაქი იქნება, ბუნებრივია, კარგი, მათ შორის შოპინგ მოლებით, კარგი რაღაც კაფეებით, რესტორნებით, ყავის დასალევებით და ასე შემდეგ. კალბატონი ბოჭორიშვილი მაკა დარწმუნებული ვარ ვარშავაში ნამყოფია, ის საგარეო საქმეთა მინისტრია, დარწმუნებული ვარ რომ კალბატონი ბოჭორიშვილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ნამყოფია გაცილებით ბევრგან ვიდრე მე, ანუ თუ მე 30 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ის ასე მაგალითად 60-ში ან 90-ში ან 127-ში იქნება ნამყოფი, ბუნებრივიც არის. მას ჰქონდა და არა აქვს დიპლომატიური კარიერა, კი გონია საკუთარი თავი დიპლომატი, მაგრამ დიპლომატისა მას არაფერი სცხია და მას ბუნებრივია უნდოდა რომ დღეს რა დღეა, ჩავხედოთ, პარასკევს ყოფილიყო სწორედ ვარშავაში და არა თბილისში, იმიტომ რომ შეესეირნა რომელიმე შოპინგ მოლში, რომელიმე კაფეში თავის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად და ელჩთან ერთად დაამჯდარიყო, მოეწრუპა ყავა და ესაუბრა, არ ვიცი რაზე უნდა ესაუბრა, ხო, არ ვიცი, ვარშავაზე ესაუბრა, ან იმ ჭორმართალზე თუ ამბებზე, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს, ან სოფლიოში მიმდინარეობს. მოკლედ, ვიღაცეები გაეჭორა, ვიღაცეებზე ესაუბრა, ვიღაცებთან დაკავშირებით გამოერთქვა საკუთარი მოსაზრებები, მაგრამ არ ეღირსა კალბატონ ბოჭორიშვილს ვარშავაში გამგზავრება და მე გეტყვით რატომ. გეტყვით რატომ არ ეღირსა, იმიტომ რომ ახლა ჩავხედოთ, ნახეთ რა მოხდა. ვარშავაში საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის კანდიდატებიდან მხოლოდ საქართველოს არ მიიწვიეს შესაბამისად ბოჭორიშვილი ვერ გაემგზავრა, თუმცა მე მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროდან იმის თაობაზე მაქვს ინფორმაცია, რომ ბოჭორიშვილი ცდილობდა, ეცადა, რომ როგორღაც მიეღო ეგრეთ წოდებული მიწვევა. თუმცა მას დაუდასტურეს კი არა, ღიად უთქვეს, რომ საქართველოსთვის ადგილი ვარშავაში არ არის. უთხრეს კალბატონ ბოჭორიშვილს. ფორმულასთან კომენტარში ამ საკითხთან დაკავშირებით კალბატონი ბოჭორიშვილი ამბობს, იმიტომ მოხდა ეს, რომ ორმაგი სტანდარტებია ევროკავშირშიო. არა, ორმაგი სტანდარტები ევროკავშირში არ არის, ამაზე აღარც ვიტყვი აღარაფერს, მაგრამ მინდა შეგებებული კითხვით მივმართო დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, ერთმაგი სტანდარტები და ესეთი ღირებულებითი სტანდარტები სად არის? არ ვამცრობ რომელიმე ქვეყანას არ გეგონოთ, ამიტომ არ დავასახელებ რომელიმე ქვეყანას, მაგრამ თუ იმ 17 სახელმწიფოებშია, რომლებთანაც საქართველოს უვიზო ან გამარტივებული წესით სავიზო რეჟიმი შემოიღო, მათ შორის არის აფრიკული სახელმწიფოებიც. მათ შორის არის, ხო, არ დავასახელებ მეთქი გითხარით, მაგრამ მათ შორის არის ავღანეთი და ასე შემდეგ. ავღანეთში და აფრიკულ სახელმწიფოებში სასიარულოდ ავირჩიეთ, ჩვენ ბრჭყალებში ავირჩიეთ ქართული ოცნება? ამ მომრჩეველმა, რომელმაც ხმა მისცა არა 1,100,000-მა, არამედ 527,000-მა თუნდაც, იმიტომ აირჩია დე ფაქტო ქართული ოცნება, დე ფაქტო ხელისუფლება, ქართული ოცნება პარტია, რომელიმე აფრიკულ სახელმწიფოში ეარა და კალბატონ ბოჭორიშვილს და იმ აფრიკულ ქვეყანაზე ეთქვა, რომ იქ ერთმაგი სტანდარტები აი ევროკავშირში კი არაო. რეალურად არ მიიწვიეს კალბატონი ბოჭორიშვილი იმიტომ, რომ საქართველოს აქვს არა ორმაგი, არამედ კვლავ ვიმეორებ, ამ შემთხვევაშიც ვიტყვი ერთმაგი სტანდარტი, მან აიღო ჩვენმა ქვეყანამ ამ დე ფაქტო ხელისუფლების წყალობით თუ გამოისობით, აიღო კურსი არა ევროპისაკენ, არამედ ჩინეთ, რუსეთ, ჩინეთ, ირან, არადემოკრატიული სივრცეებისაკენ, თუ გნებავთ ასე ვიტყვი და ეს არის ფაქტი. როდის აიღო ეს კურსიო, ვინმე ვიკითხავს და პასუხი იქნება ამგვარი, ჯერ კიდევ 2012 წლის 1 იანვრიდანო, ვისაც 1 ოქტომბრიდანო
ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, შეიძლება მან თქვას, რომ 2016 წელს აიღო, როდესაც ჩამოიცილა საბოლოოდ პროდასავლური ჯგუფები, რომლებიც იყო ქართულ ოცნებაშიო, კოალიცია ქართულ ოცნებაშიო, ვინმე იტყვის, რომ 2020 წელსო, როცა მორიგ-ჯერზე გააყალბა არჩევნებიო, ვინმე იტყვის 2022 წლის 25 თებერვლიდან, როცა ღარიბაშვილმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა სანქციებისაგან თავდაღწევა რომ უნდოდა იმ პოლიტიკოსმა, პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, ახლა გადაწყვიტა, თუმცა 25 თებერვალს 22 წლისა გააკეთა ის სამარცხვინო განცხადება, რომელსაც ახლა მე არ გავიმეორებ, ვინმე იტყვის, რომ ეს ყველაფერი მოხდა 2024 წლის 26 ოქტომბერსო და კიდევ ვინმე იტყვის, რომ ეს მოხდა 29 ნოემბერსო, როდესაც იმ რუსული ჰიბრიდული იარაღის კიდევ ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა და ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ღიად თქვა, რომ ჩვენ ევროპისაკენ სულაგეზი შევაჩერეთო მოძრაობა შევაჩერეთო. აი ამ ტერმინშიც რომ ჩავრჩეთ და ამ შეფასებით რომ შემოვიფარგლოთ, სწორედ ამიტომ რაღაი შეაჩერეს. აი თუნდაც ეს სიტყვა ავიღოთ საფუძვლად, სწორედ ამიტომ არ იყო მიწვეული ქალბატონი ბოჭორიშვილი, რომელმაც წერილიც კი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით აფრინა საგარეოთა საქმეთა საბჭოში, ჩვენს დასავლელ ქვეყნის დასავლელ პარტნიორებთან, თუმცა მიიღო ნათელი გზავნილი, რომ არა, თქვენ აქ არაფერი გესაქმებათ. კვლავ ვიმეორებ, ოდესმე თუ მოხდება ისე, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ გავხსნათ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივები, ჩვენ ვნახ არქივი, მიმოწერები, მათ შორის მინისტრისა, ოფიციალური მიმოწერები და არა მეილით მიმოწერა ხაზგასმით ვამბობ, ანუ დიპლომატიური პოსტით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილი წერილები, ჩვენ აღმოვაჩენთ ამ თხოვნა-ვედრება მუდარას რომ მიგვიღეთ კი არა დაგვასწრეთ ამ სხდომაზე, მაგრამ თქვენ ამათმა მიიღეს პასუხი, უარყოფითი პასუხი. ბოჭორიშვილზე ცხადია, ბევრს არ ვისაუბრებდი, რომ არა ერთი ძალიან საინტერესო ან სახასიათო ამბავი. დღეს ქალბატონი ბოჭორიშვილი როცა უნდა ყოფილიყო ვარშავაში, ის აღმოჩნდა თბილისში, რომელიღაც სკვერსა თუ ბაღში და ყვავილებიც კი მიიტანა უცნობი, მაღალი ალბათობით უცნობი ჯარისკაცის საფლავთან და სიმბოლურ საფლავთან ცხადია და იქ მას შემოეგება მისდაჭირად სალომე ლაბაძე. ფორმულას არაჩვეულებრივი ჟურნალისტი, მას სალომეს ვაკებ უკვე რახანია, თუმცა მანტო სალომეზე არ არის საუბარი, ხო? ფორმულას ყავს ძალიან კარგი ჟურნალისტები. ძალიან კარგი. ნუსიკო მაგალითად, ნიკა მაგალითად, მეორე სალომე მაგალითად. სხვები და სხვები. ძალიან კარგი ბავშვები არიან, ახალგაზრდები არიან. მომავალია ეს ქართული ჟურნალისტიკისა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუ ისინი დარჩებიან ამ პროფესიაში. და იმეც ვიტოვებ, რომ დარჩებიან. ხო და სალომე ლაბაძე შემოეგება, მას ვაკებ უკვე მესამე ზედიზეთ თუ მეორე ზედიზეთ, შემოეგება და სალომე ლაბაძემ ჩვეულად მისი დაკითხვა დაიწყო. აი, ნახეთ და საინტერესო სიტყვა მოვიფიქრე, დაკითხვა და არაკითხების დასმა, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედაც რომ უნდა დაკითხოს. ზუსტად ისე როგორც ამას აკეთებს ლაბაძე, ზუსტად ისე როგორც ამას აკეთებს ტევე პირველიდან ასე მაგალითად მარიამ გაფრინდაშვილი, ან კაჯაია, ნანუკა, ან ჩვენ ფორმულადან სალომე იქნება ეს, მეორე სალომე იქნება ეს, ნიკა საჯაია იქნება თუ სხვები და სხვები. და არის როგორც გააკეთა ეს ელისო ჯარიაშვილმა იმ მშღალ ბიჭს რომ შეუტია, აღონს გვარი არ მახსოვს იმ მშღალი ბიჭისა და მომიტევეთ დეპუტატი როა უბრალოდ დეპუტატად წოდებული. სალომე ლაბაძე მიკროფონით მივარდა და აი ამ დაბნეული, გაქცეული, გამოქცეული, აღშფოთებული, როქაქცევა რო უნდა ლაბაძისაგან და ჟურნალისტებისაგან ზოგადად იმ მაკა ბოჭორიშვილმა ერთი ხანობა რაღაც ესეთი მანევრი გააკეთა, დრიბლინგი გააკეთა და საკუთარი სტაფის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის ლოჯისტიკის სამსახურის წარმომადგენლებს მიმართა საით მივდივართ, ახლა გაჩვენებ ამ ვიდეოს და ეს სიმბოლური საინტერესო კითხვა აღმოჩნდა და სხარტადვე მოიფიქრა სალომე ლაბაძემ პასუხი ქალბატონი ბოჭორიშვილისათვის. ნახოთ ეს ვიდეო და განვაგრძოთ მსჯელობა. ბოდიში გადახვეული მქონია. საით მივდივართ, გამაგერგეთ. გვაინტერესებს საით მიდიხარ საით მივდივართ, გამაგებინეთ, აღშფოთებული იყო
დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენც გვაინტერესებს, საით მიდიხართ, შეაგება ძალიან სხარტად პასუხი სალომე ლაბაძემ და თქვენ ვერ გაიგებთ ამასო, თქვა უკვე უპასუხა მერე მაკა ბოჭორიშვილმა. ჩვენ გავიგეთ. თქვენ საით მიდიხართ. მე საინპირში ვილაპარაკოთ, ჩვენ გავიგეთ, ისინი საით მიდიან, ისინი მიდიან ჩინეთისკენ, რუსეთისკენ და ირანისკენ, ისინი ევროპისაკენ არ მიდიან, თუმცა მე ეს კითხვა დასმული სალომე ლაბაზის მიერ ეს ყველა სიმბოლური აღმოჩნდა, სიმბოლური და მრავლის მთქმელი ან მრავალმნიშვნელოვანი აღმოჩნდა. კი, მაკა ბოჭორიშვილი როცა დაბნეული პასუხობდა, კი არა კითხულობდა, საით მივდივარ თუ აინტერესებდა კონკრეტული ის გადაადგილების მარშრუტი, კი არა მიმართულება, სადაც უნდა დაედო მას ყვავილები მაღალი ალბათობით ან ენახა მთავრობის სხვა, დე-ფაქტო მთავრობის სხვა წევრები და არ იცოდა საით წასულიყო, იმიტომ რომ უნდა დაძვრენოდა ამ ჟურნალისტებს, ჩვენ ჟურნალისტებს ყველა არქის ყველა ობიექტური დამოუკიდებელი არქის ჟურნალისტებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იყო კონცეპტუალურად მართლაც არ იცით თქვენ საით მიდიხართ და უბრალოდ მიდიხართ ჯოჯოხეთში, მეთქი ასე გეტყვით. ჯოჯოხეთში კი პოლიტიკურ ჯოჯოხეთში მიდიხართ, პერსონალურ ჯოჯოხეთში, კარიერულ ჯოჯოხეთში და ქვეყანა ჯოჯოხეთში მიყავთ, მიათხრებთ, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამოვა. არ გამოვა მათ შორის იმიტომ, რომ ახლა ერთ უცნაურ ამბავს გეტყვით, ჩინეთი ვახსენე, მე ირანი ვახსენე და რუსეთი ვახსენე, ცხადზე ცხადია და ისიც თქვენ რომ წარმომადგენელთა პალატამ, ანუ კონგრესსაც რო უწოდებთ ხოლმე და დავით ნიკურაძე მანაჩვეულებრივად განმარტა, რომ კონგრესია ყველაფერი წავიკითხოთ დათოს პოსტით უგრებოდ. ხო, სენატის და წარმომადგენელთა პალატაც კონგრესია წერს დათო და კარგია, რომ განმარტავს ყველასთვის, მათ შორის ჩემთვისაც მეთქი ულახტილად ვიტყვი, ორივე კონგრესია, სენატიც კონგრესია, სენატორიც კონგრესის წევრია, იგივეა ვაკე უძახო და ჩუღურეთს თბილისი. ვაკეც და ჩუღურეთიც ორივე თბილისია, მადლობ დათო ესეთი დეტალური დაღეჭვისათვის. თუ ასე უჭირს თქვენს ენებს წარმომადგენელთა პალატის გამოთქმა, ქვედა პალატა ან ჯანდაბას ჰაუსი, დაუძახეთ მოკლედ ჰაუსმა. ანუ სენატია, ზედა პალატა და ჰაუსი. სენატი და წარმომადგენელთა პალატა, დათოს ვესესხები ისევ. სენატი და ქვედა პალატა. მოკლედ, ქვედა პალატა, ანუ ჰაუსმა, ჩვენ რო კონგრესს უწოდებთ ხოლმე, მიიღო მეგობარი აქტი. მეგობარი აქტი გაიტანა ჯო ვილსონა, ექსაზიზღარი ჯო ვილსონი, ვიღაცა აღარ მახსოვს ამათგან ბანდიდან ჯო ვილსონი შეადარა შალვა ნათელაშვილს. ერთ შალვა ნათელაშვილამდე, რომელსაც მე არ ვაკებ, მისი ამორჩეველი არასოდეს არ ყოფილვარ, არ ვარ და არ ვიქნები, შალვა ნათელაშვილსაც კი ვაკებ ამათთან შედარებით. შალვა ნათელაშვილი არის ბისმარკი ამათთან შედარებით, მაგრამ ჯო ვილსონი ხო ბისმარკზე მეტი არისტოტელეა პირდაპირ მნიშვნელობით ამათთან შედარებით და აი არისტოტელე ჯო ვილსონმა, რომელიც ჰაუსის წარმომადგენელია, ანუ კონგრესმენია, თქვა ამგვარი რამ, თქვა კი არა გაიტანა და არა მარტო მან, არამედ კიდევ ბევრმა 370-მდე მხარდამჭერი მყავს მეგობარი აქტს და ეს ამ ყველაფერმა გადაინაცვლა, ამ კანონმა გადაინაცვლა ზედა პალატაში, ანუ სენატში. და სენატორებმა გადაწყვეტილება მიიღეს ამგვარი, რომ სახელწოდება შეუცვალონ მეგობარი აქტს. და მეგობარი აქტი თუ ძალიან კარგად ხმიანდებოდა, ჟღერდა ჩვენთვის და ესეთი ჩვენი მეგობრები არიან, ცხადია და ასე შემდეგ, ახლა ძალიან კონკრეტულად, ფაქიზად და კონკრეტულად არის ნათქვამი, რა გადაწყვეტილებას იღებს შეერთებული შტატები მთლიანად. როგორც ჰაუსი, ანუ წარმომადგენელთა პალატა, ისე ზედა პალატა, ისე უკვე შემდგომ თეთრი სახლი და თეთრი სახლის ადმინისტრაცია, ანუ მარტივად რო გითხრათ, ტრამპი. შეცვლილი სახელწოდება კი ამგვარია. ჩინეთის კომუნისტური პარტიის და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას აქვს საქართველოში აქვს თავისი ინტერესები, ანუ ჩინეთის მმართველობას. მათ შორის აქვს ღრმაწყლოვან პორტებში და მე არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით უკაცრავად სიტყვის კარგით არ ვიტყვი ამ ნახევრად მცნაურ და ნახევრად ბილ სიტყვას, ამათმა გააგდეს და დააპაშოლეს უნდა მეთქვა, ამათმა გააგდეს, დიახ, აღარ გაუფორმეს კონტრაქტი ჩინურ
ჩინურ კომპანიას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, იმიტომ რომ ერთი სული აქვს, როდის გამოძვრებიან ამვითარებიდან და ვერ ძვრებიან. სხვადასხვა ეს ამ ინფორმაციის ჩატანა უნდოდა თუ ჩაიტანა ლევან დავითაშვილმა შეერთებულ შტატებში. მოკლედ, ანაკლია და ჩინეთი ერთმანეთთან აღარ არის და ანაკლია გადაიდო ისევ გაურკვეველი ვადით. უბრუნდებით ამ სენატის გადაწყვეტილებას ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის შეკავების აქტი საქართველოს ტერიტორიაზე. რატომ რა უნდა გადამივარდა რაღაცა რა უნდა საბოლოო ჯამში ამას გადაგვეკიდა ეს შეერთებული შტატები ჰაუსი, წარმომადგენელთა პალატა, თუ ზედა პალატა, თუ მე უკვე რაღაც სახელმწიფო დივანი და მისი აპარატი, ანუ საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკვე შემდგომ რაღაც თეთრი სახლი და მთლიანად შეერთებული რას გადაუნდათ. რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში ეს უთქვამს თავის დროზე ბიზნე ივანიშვილს მამაშია საქმე, სწორედ რომ შავ ზღვაში ესაქმებათ ამერიკელებს, იმიტომ რომ რეგიონი როგორც ასეთი არ ეთმობათ. გაიგებს ამას ბოჭორიშვილი და ბოჭორიშვილი რას მიქვია, სხვა თუ სხვები თუ ვერ გაიგებს, ეს არის მეხუთე ხარისხოვანი. ჩვენი ქვეყანა ეზვირფასებად. და ჩვენი ქვეყანა როგორღაც უნდა გამოსტაცონ კლანჭებს და ასე უნდა ახსნა, ხო? სხვა ბოჭორიშვილებმა რო გაიგონ, ქალწული მაკა ვერ გაიგებს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი. ბოჭორიშვილები ვინც მისმენთ მათ მოგბართავთ. ტაბლიაშვილები, კობახიძეები, აბაშიძეები, ბერიძეები, მაისურაძეები, კაპანაძეები თუ სხვები და სხვები. ეს ბოლო რამდენიმე გვარი ეს ყველაზე გავრცელებული, ყველაზე ბევრი წარმომადგენელი ვისაც ყავს, შვილი ვისაც ყავს, ის გვარები ჩამოვასახელია. მაისურაძე, ბერიძე, აბაშიძე, კაპანაძე და სხვა. დასავლეთ არ ეთმობა საქართველოს, იმიტომ რომ ეს არის შუა დერეფანი. უნდა გამოსტაცოს ირანის კლანჭებს, ირანი ჩაფრენილია ჩვენზე და ირანი არის სტრატეგიული მოწინააღმდეგე შეერთებული შტატებისა და დასავლური სამყაროსი. უნდა გამოსტაცოს ჩინეთს, რომელიც ძლავრდება და ამ დიდ დაპირისპირებაში შევდივართ ახლა. სხვადასხვა ჩინეთს ექნება პრობლემები არა მხოლოდ დასავლურ სამყაროსთან, არამედ გაგიკვირდებათ და ინდოეთთანაც, იმიტომ რომ დელი იქნება ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი თუ მთავარი აღმოსავლეთში თუ მთავარი არა, ერთ-ერთი მთავარი, ან მეორე მთავარი ცენტრი, ესეც ბარემ ვთქვათ. ხო, დელი როგორც დასავლეთის კონცეპტუალური მოკავშირე, ანუ ინდოეთი, ჩინეთს უნდა გამოსტაცოს და ამ ამბიციებ მოძალებულ რუსეთს. ამბიციებ მოძალებული რუსეთი როდის არ ყოფილაო ვინმე მეტყვის, რას საკვირველია ყოველთვის ყოფილა, მაგრამ ერთი ხანობა ამ 25 წლის წინ ეს უხეშად ვიტყვი, ოდნავ ჩამცხრალი იყო არაიმდენად ამბიციები, რამდენადაც შესაძლებლობები. და ახლაც დასავლეთს უნდა რომ რუსეთის ამბიციებს ალბათ ვერ ამოაშთობს ბოლომდე, სამწუხაროდ, მაგრამ როგორმე ჩააცხროს და ის შეცდომები გამოასწოროს, რომლებიც დაშვებული იყო როდის. ანუ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როცა საბჭოთა კავშირის კოლაფსი მოხდა, მაგრამ FSB KGB სისტემის და ამ სისტემის სრული ჩამონგრევა არ მომხდარა. ახლა ჩვენი დე ფაქტო ხელისუფლება იღებს ამას არ ჯერა, არც ბოჭორიშვილს და ბოჭორიშვილი რას მიქვია მეთქი აკითხაე და ივანიშვილს და თხემით ტერფამდე გადაშვებულია მორევში, რომელსაც რუსული მორევი ჰქვია, რომელიც ჩაითრევს და ჩაახრჩობს მეთქი რომ თქვა ახლა ეს გამომივა რომ უკვე ამას ვიმეორებ 459-ეთ, არა 4590-ად. დიახ, ჩაახრჩობს, იმიტომ რომ ჭიაღუებს სრეს ისტორიაც და სრეს რუსეთიც, როცა რუსეთიც და ამბავში ჩაჭყლეტილი იქნება ბიძინა ივანიშვილი, ამ მორევში არის. მაგრამ ამაზე ახლა აღარ გავამახვილებ ყურადღებას. მე გავამახვილებ ყურადღებას ერთ და მთავარზე და დავუბრუნდები ბოჭორიშვილს. უნდათ ამათ ევროპაში სიარულები. უნდათ ზარაში შესეირნებები, ევროპულ ზარებში. იმიტომ რომ აქ რუსთაველზე ვერ გადიან ახლა ბოჭორიშვილი არ ყოფილა რუსთაველის ზარაში, რა ხანია, ხო? მართლა რა ხანია. უნდა შმოტკიზაცია. და იქნება და იქ იყიდოს ერთი შავი სამოსი გაბატონ ბოჭორიშვილმა და არ გამოსდის. არ ვიცი რამდენად არის და ალბათ იქნება რომელიმე აზიურ სახელმწიფოში, სადაც ჯერაც გაქვთ მოგზაურობის შესაძლებლობა გაბატონო ბოჭორიშვილო, წადით, წერილები აღარ აფრინოთ ევროპულ სახელმწიფოებში თქვენი მოპატიჟების თაობაზე, იმიტომ რომ რაც არ უნდა მოგიპატიჟონ, ხო თქვენ მაინც იმ რუსული სიფრცის
ნაწილი ქვეყნის საგარეო დე-ფაქტო მინისტრი ხართ და ერთი რამეც ბარემ რაღაცა მოპატიჟებაზე გადავიდა საქმე, ისიც თქვენ რომ ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრი არ არის დასანქცირებული. ულახtildeლად გეტყვით, მე მგონია რომ მას არ დაასანქცირებენ. ეს ჩემი პერსონალური დამოკიდებულებაა. ამ საქმის მიმართ, იმიტომ რომ ის არ იდენტიფიცირდება იმ თლად ბოლომდე არ იდენტიფიცირდება იმ შაუბნელ კასტასთან, რომელიც მართავს საქართველოს, თუმცა კარგი იქნებოდა რომ ის წამოსულიყო ამ და ქართული ოცნების ყრილობად წოდებულ შეკრებაზე ტაში არ ეკრა ბანდიტ ივანიშვილისთვის. ირაკლი ჩიქოვანს იწვევენ და იწვევენ რამშტაინის შეხვედრებზე, რომლებიც აღარ უნდა გამართულიყო თითქოს წინა ადმინისტრაციის წასვლის შემდეგ, შეერთებული შტატების ადმინისტრაციას გულისხმობ. იმ ხანადაც, როცა ლოიდ ოსტინი იყო საგარეო თავდაცვის მინისტრი შეერთებული შტატებისა, იქაც ბატონი ჩიქოვანი უბრალოდ ესწრებოდა და არც არაფერს არ ამბობდა და პრაქტიკულად არც არავის არ ესალმებოდა, მეთქი ასე ვიტყვი, არა ესალმებოდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში რასაკვირველია არ იყო ჩართული, ხო, სტატისტის როლს ასრულებდა, თუმცა არ ვიცი ფუცელი და კალამი ეჭირა თუ არა. ახლაც რამშტაინის ბოლო შეხვედრას ის დაესწრო, განა არა. მაგრამ მე ვარაუდობ, რომ ბოჭორიშვილის არ იყოს, მასაც რომელიღაც ეტაპზე მოუვა, თქვენ ვეღარ ესწრებით ამ შეხვედრებს, სადაც ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი უკრაინის მხარდასაჭირად. თქვენი ხელისუფლება ანტიუკრაინული ხელისუფლებაა და კი ხართ თითქოს ნატოს ასპირანტი ქვეყანა, კი თითქოს საქართველო ჯერაც თუმცა სადღამიდის ევროკავშირისკენ, მაგრამ ესე ვიტყვი, რომ მისი დე-ფაქტო ხელისუფლება ამბობს, რომ მივდივართ ევროკავშირისკენო, მაგრამ თქვენ რუსულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდით, ამიტომ არ ვიცი გერმანულად როგორ არის, ხო? ქართულად კი ვიცი, ინგლისურადაც ვიცი, მაგრამ მოდი ქართულად ვთქვათ, ამიტომ აქ აღარაფერი გესაქმებათ. იმის იქით გქონიათ გზა.